ასე არ არის? სახლშია, არსალია, მომისმინე ილიას. სკანდალის მოწყობა არ გაბედო. ასე არ შეიძლება. არანაირ სკანდალს არ ვაწყობ. ჩემ შვილს მოვეფერები და წავალ. თუ არ ჭამს ეთყობა მეტი აღარ უნდა. მომეცი დავიჯერ. ჯიუდია, საინტერესოა ნედა ვისგავს. იმ ოჯახის მისამართი მინდა, ვინც ნერმინის ქალიშვილი იშვილა. რომც მომკლა, მისამართს მაინც არ გეტყვი. თანაც ნერმინს შეეშალა. ისინი აქ არ ცხოვრობენ. მომისმინე, ილიას ნერმინმა თავის დროზე თვითონ მთხოვა. მენდო და ბავშვი გადმომცა. ახლა იმ ბავშვს ცხოვრებას ვერ ავურებ. თანაც იმ ოჯახმა იცოდა ბავშვი რა პირობებშიც გაჩნდა და მაინც იშვილა. მითხრეს, ავადმყოფიც რომ აღმოჩნდეს, მაინც ვიშვილებთო. ინვალიდი და იმბეცილიც რომ ყოფილიყო, მაინც თანახმა იყვნენ. იშვილეს და ღვიძლიშვილი ვიზრდიან. თუმცა ფორტუნამ გაუღიმათ და ბავშვი სრულიად ჯანმრთელი აღმოჩნდა. განა შეიძლება დღეს მათი ღალატი. თავი დამანებე ილიას. დაო, მომისმინე, ვიცი როგორ უნდა გათქმევინო. ასე რომ გიჯობს, ნებით მომიყვე, გესმის? ნერმინი განადგურებულია. ბავშვთან განშორების გამო ნარკოტიკებს მიეძალა. ამაზე მნიშვნელოვანი რაღა უნდა იყოს. ბავშვი, ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვის ბედია. იმ ბავშვზე პასუხს მე ვაგებ. ნერმინი ზრდასრული ქალია. კარგი რა. კარგი. გასაგებია. რამე პრობლემაა მარიამან? მალე დიდი პრობლემა გექნებათ.